მსახიობ კოსტა სანიკიძის დაჭრის ფაქტზე დაკავებულ 24 წლის გიორგი გველესიანს ბრალს დღეს წარუდგენენ. ამ დრომდე უცნობია რა გახდა შეიარაღებული თავდასხმის მოტივი. დაჭრილი მსახიობის ჯანმრთელობის მდგომარეობა კი სტაბილურია და მის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება. მსახიობის საკუთარ სახლში ცივი იარაღით დაჭრეს, მას მუცლის არეში 5 ჭრილობა აქვს. მიყენებული მომხდარს შეესწრო სანიკიძის დედა და მცირეწლოვანი ბავშვი. გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით მიმდინარეობს. ირაკლი ბახტაძე შემოგვიერთდება ახლა თემის დეტალებით პირდაპირ ეთერში. ირაკლი, რა ახალი ინფორმაცია გაქვს შენ, ხომ არ იგეგმება დღეს კოსტა სანიკიძის გამოკითხვა? ინო თავდაპირველად დავიწყებ სწორედ 26 წლის მსახიობის კოსტა სანიკიძის ჯანმრთელობის მდგომარეობით რამდენიმე წუთის წინ გააკეთეს მედიასთან კომენტარი მედიკოსებმა, რომლებიც ამბობენ, რომ მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება და სავარაუდოდ უახლოეს საათებში რეანიმაციული განყოფილებიდან მას უკვე გადაიყვანენ პალატაში და არ არის გამორიცხული, რომ დღის განმავლობაში მოხდეს მისი გამოკითხვა პოლიციელების მხრიდან და სწორედ კოსტა სანიკიძემ უნდა მიაწოდოს სამართალდამცველებს დეტალური ინფორმაცია თუ რა მოხდა რეალურად მის საცხოვრებელ სახლთან და იცნობდა თუ არა იმ მამაკაცს, რომელმაც ცივი იარაღის მეშვეობით მას მრავლობითი ჭრილობები მიაყენა. ჯერჯერობით ყოველ შემთხვევაში კლინიკის მიმდებარედ სამართალდამცველები არ გამოჩენილან, თუმცა არ არის გამორიცხული, რომ დღის განმავლობაში მსახიობი გამოიკითხოს. დღეს სავარაუდოდ იქნება ბრალის დადგენილების გაცნობა იმ პირის მისამართით, რომელიც უკვე 2 დღეა დროებითი მოთავსების იზოლატორში იმყოფება. შინაგან საქმეთა სამინისტრო დაკავებულ მამაკაცს განზრახ მკვლელობის მცდელობას ედავება. ამ ეტაპზე პაციენტი კონტაქტურ ადეკვატურია, ამ წუთას იმყოფება პოსტოპერაციულ სივრცეში, უკვე დატოვებს მალე, იმიტომ რომ მისი მდგომარეობა გვაძლევს ამის საშუალებას პოსტოპერაციულ სივრცეს და გადავა საპალატე სივრცეში. მონაცემები სტაბილურია, ანალიზები ნორმის ფარგლებში. რა გახდა ახალგაზრდა მამაკაცებს შორის დაწყებული დაპირისპირების მიზეზი, სწორედ გამოძიების მიმდინარეობისას გახდება ცნობილი, სწორედ კოსტა სანიკიძემ უნდა მისცეს ახლა სამართალდამცველებს ჩვენება იმის შესახებ, იცნობდა თუ არა ამ მამაკაცს, თუმცა კოსტა სანიკიძის მეგობრები გუშინ ამბობდნენ, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც მსგავსი ქმედება ხორციელდებოდა მსახიობის მისამართით, მან არაერთხელ მიმართა სამართალდამცველებს ამ ფაქტის შესახებ, თუმცა პოლიციელებმა მამაკაცის დაკავება მხოლოდ მას შემდეგ მოახერხეს, რაც მან ცივი იარაღით მრავლობითი დაზიანებები მიაყენა მსახიობს.